წალკის მუნიციპალიტეტში საერთოდ ჩამოსახლებულია 2700 კომლამდე აჭარით. აქედან ეკომიგრანტია, მე მგონი ძალიან ბევრი რა, 2000-ზე მეტი ეკომიგრანტია. მაგრამ 550 სახლია საერთოდ შესყიდული წალკის რაიონში. დანარჩენი ბედის ანაბარაა ფაქტიურად შესახლებულია დროებით საცხოვრებლად, ზოგიერთი ქირას იხდის, ზოგიერთი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ცხოვრობს, ვიცით რომ საბერძნეთშიც კრიზისია და ძალიან ბევრი აპირებს და მოდის ფაქტიურად უკან საცხოვრებლად. ჩვენ ბერძენ მოსახლეობასთან არანაირი უთანხმოება არ გვაქვს, არც ქონია არასდროს, პირიქით მადლიერი ვართ ამ ხალხის რომ ამდენ ხანს შეიკედლა და შეიფარა ეს ხალხი. 97 წელს ჩამოსახლებული ხალხს დღემდე უკვე 2013 წელია არაფერი არ ვერაფერ მიზანს ვერ მივაღწევთ. თუ არ მოგწეს მიწა და სახლი კარი, აბა წავალთ, აბა რას მიზანს? ოდემდე ვიქნებით ერთ სახლიდან გამოვიდეს მეორეში, მეორედან მესამეში, ასე რა, ოდემდე უნდა ვიწოდია. აქ არიან ჩვენ თვითონ ჩვენთაგანი ეკოემიგრანტები. კიდევ ვითხოვთ იმას რომ მოგწეს ეკოემიგრანტის სტატუსი რა, ეს იქნება რაღაც ძნელი და თავრობის მიერ ძალიან ძნელად გადასაწყვეტი არ არის, რომ სადღაც მოსათხოვი რამე გქონდა. უკვე შემოსულია გაზაფხული, მე ვიდა უკვე უნდა დახნას კაცმა დათესოს, მიწა არ გვაქვს რომ რამე დავთესო და მოგცეს ერთი საპრეზიდენტო საჩუქარის თითო ჰექტარი სახნავი მიწა. არის საცხა მთაში. მარტო ქვა და ღორღი დაიხნება არც არაფერი. ყოველდღიურად მოდის ბერძენი მოსახლეობა გვაფრთხილებს სახლი გაცალე პატრონი მოდის აღდგომისთვის იქნება ყველა ბერძენი მოსახლეობა აბსოლუტურად ვინც რო აქ ცხოვრობდა და უნდა კიდე ცხოვრება გაგრძელოს და მივმართავთ ხელისუფლებას რომ რაღაცა დაგვეხმაროს და ჩვენ არანაირი სტატუსი არ გვაქვს არც თოლვილობისა არც ემიგრანტობისა და არანაირი დასული არ ვართ ხალხი